სახელმწიფო თუ არის გაიცემა პრემიები და რამდენი არის? გაიცა კი სახელმწიფოც დანამატებული პრემია დაახლოებით ხელფასის ოდენობის 80%. მაშინ როცა ადგილობრივების ნაწილისთვის სადღესასწაულო სუფრა წელს კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქტების გამო ფუფუნებად იქცა გორის მუნიციპალიტეტში, ხოლოდ მერიაში და საკრებულოში დასაქმებულებს ბიუჯეტიდან სოლიდური საჩუქარი გაუკეთეს. პრემიებისა და დანამატის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 515,000 ლარი გამოიყო. გლეხი ხალხით არის მთავრობა. თვითონ ამდენ პრემიებს და იღებენ ხო და გლეხავს რას იაქცევენ ყურადღებას. ამდენ პრემიებს რო ირიგებენ, იმიტომ ვერ ხედავენ ხალხის გაჭირებას. პენსიონერებსაც საწყალი 20 ლარი მოგვიმატეს და ის ჩარა ყოფნის და არ ვიცი. თვითონ რამდენ სინაწილებენ ვერ გეტყვი. რა აქვს ბიუჯეტში და რას ხარჯავენ ვერ გეტყვი, მაგრამ ჩვენ რო საწყალი 20 ლარი მოგვიმატეს, ეგ კი ვიცი. თვითონ რო ირიგებენ ხალხსაც და ურიგონ. შაიკას მიყავ პარადი. აი მთავრობა. ვინ მთავრობა? ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, პრემია დანამატების სახელით ქართული ოცნება საკუთარ პარტ აქტივს აჯილდოვებს. იმ ფონზე, როცა მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემა რჩება დღემდე მოუგვარებელი. გორის მუნიციპალიტეტში უამრავი IP თანამშრომელია, რომელიც ფაქტობრივად ეს IP თანამშრომლები ახორციელებენ პარტიულ საქმიანობას, ხო? ანუ მათი რეალური ფუნქცია არის უბრალოდ ყოფნა პარტ აქტივში. მათი ასე თქვათ წახალისებები, არა თუ მათი არამედ სხვა მერიის თანამშრომლებისა და საკრებულოს თანამშრომლების ახალისებები იმის ფონზე, რაც ხდება გორის მუნიციპალიტეტში, ხო? გორის ელემენტარული წინა დღეებში იყო ძალიან დიდი ყინვები და რა ვიცი, მარილიც კი არ იყო გზებზე დაყრილი, ხო? საუბნო გზები სოფლებში რომ საერთოდ არ შეიხედება და ბევრ სოფელს დღემდე რომ სასმელი წყალი არ აქვს, ამაზე უკვე აღარ საუბრობ. ეს თანხები იხარჯება არამიზნობრივად, იხარჯება მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა პარტიული საქმიანობა გაწიონ აი ამ ადამიანებმა. რა თქმა უნდა, წახალისება უნდა ხდებოდეს საჯარო მოხელეებისა და იმ ადამიანებისა, რომლებიც კარგად მუშაობენ და თავის მოვალეობას ასრულებენ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგია, მივესალმები, მაგრამ ძალიან დიდი მაგრამი დგას ამის წინ, იმიტომ რომ ვხედავთ როგორი სოციალური ფონია საქართველოში, ვხედავთ როგორი სოციალური მდგომარეობა გორის რაიონში. და ამის ფონზე ცოტა უხერხული უნდა იყოს მათთვის, ვინც პრემიებს იღებენ, იმიტომ რომ ამდენი მშიერი ბავშვი ყავს, ამდენი მშიერი მოხუცი ყავს და უკეთესი იქნება პრემიის სახით და ფულადის სახით არა იყონ ეს ჯილდოები, რაღაცა მოწმობის სახით გადასცენ ამ მოქალაქეებს და თანამშრომლებს, რომ ისინი კარგად აკეთებენ თავის სამუშაოს და აი ეს თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო, როგორც მეწამეტე ხელფასი, მოხმარდეს აი იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომელიც მთლიანად საქართველოში ძალიან ბევრია და მით უმეტეს გორის რაიონში. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეების შრომა ადეკვატურად უნდა დაფასდეს. თითოეული საჯარო მოხელე, რომელიც ასევე არიან ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ისინი შრომობენ ამ მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის. ცნობისთვის საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ხელფასები 2026 წლიდან კიდევ 10%-ით გაეზარდათ.